იმდენად ხშირად მეკითხებიან, რა საჭიროებას წარმოადგენს ხალხური მედიცინა, მაშინ როცა თანამედროვე მედიცინა მართლაც სასწაულებს ახდენს. გადავწყვიტე ერთი ვიდეო ამ საკითხისთვის მიმეცხვნა და ეს შეიძლება ყველა სხვა ვიდეოზე მნიშვნელოვანიც იყოს, რადგან მინდა არა თუ მისი საჭიროებას, არამედ მის გადაუდებელ. დიახ, სწორად გაიგონე, გადაუდებელ საჭიროებასაც კი გაუსვა ხაზი. თანამედროვე მედიცინა ჩვენი დროის დიდი მიღწევაა და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მეორეს მხრივ მისი კომფორტულობის გამო, სადაც არაფრის დაკრეფა და მომზადება არ გვჭირდება, არამედ წამალს აფთიაქში აბების სახით ვყიდულობთ და ვხლაპავთ. დავიწყებას ეძლევა ღმერთის მიერ ჩვენთვის უფასოდ ბოძებული დედა ბუნების გემრიელი და, რაც მთავარია, სამკურნალო საშუალებების შესახებ ცოდნა. შესაბამისად ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რაც ათასწლეულების მანძილზე მედიცინის და მაშინდელი განათლების შემადგენელი ნაწილი იყო, ჩვენს დროში სამწუხაროდ იშვიათად თუ იცის ვინმე. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, არც ერთი კრიზისის დროს ზეციდან ზარებს არ გაიგონებ, რომელიც გამცნობს, რომ კრიზისი იწყება და მოემზადე. არც ერთი მთავრობა ამას არ გეტყვის. უბრალოდ ამას ვერ იზამს, სხვაგვარად წარმოიდგინე, რა მოხდებოდა ქალაქების ქუჩებსა თუ მაღაზიებში. რეალობა ერთია, ყოველთვის მზად უნდა იყო. ეს სულაც არ ნიშნავს დღე და ღამე კრიზისებზე ფიქრობდე. არა, ზუსტადაც რომ ამას არ უნდა აკეთებდე, პირიქით ბედნიერად და ლაღად უნდა იცხოვრო, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ცოდნით აღიჭურვე და მოემზადე. ეს შენგან არც დიდ დროს მოითხოვს და არც დიდ ძალისხმევას, არც არანაირ ფინანსებს. ბუნება დღემდე უფასოდ გაწვდის ამ ყველაფერს ისევე, როგორც ის ამას მრავალი ათასწლეულის მანძილზე აკეთებდა და ამაში აფთიაქების და სამედიცინო ინდუსტრიის გამოგონებასაც არაფერი შეუცვლია. გარდა იმისა, რომ მიგაჩვიოს ყველაფერზე აფთიაქში წახვიდე და იქ ფულის სანაცვლოდ იყიდო, ისიც კი, რაც იქვეს ღურბლზე უფასოდ თვალწინ იზრდება და არავითარ ღვიძლისთვის მაწკინარ სტაბილიზატორებს თუ კონსერვანტებს არ შეიცავს. მხოლოდ გამოყენება უნდა იცოდე, შიგადაშიგ ქალაქგარეთ გაისეირნო და შესაბამისი მცენარეებით საკუთარი საკუჭნაო აღჭურვო. მოდი გადავხედოთ, რამდენი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა დაიწყო ახლავე ამ ცოდნის და არა მარტო ცოდნის, არამედ ზომების მიღება, თანაც ახლავე, სანამ ძალიან გვიან არ არის. რამდენიმე სცენარი განვიხილოთ და თავად დარწმუნდები, რომ არც ერთი მათგანი არ არის წარმოუდგენელი. პირიქით, ზოგი მათგანის ნიშნები უკვე იკვეთება. წარმოიდგინე, რომ ჯანდაცვის სისტემა იშლება. მზად ხარ ამისთვის? როგორ? წარმოიდგინე ერთ დილას იღვიძებ და წამალი დაგჭირდა. აფთიაქში კი ის არ არის. შეუძლებლად ჟღერს? აბა შეუძლებელი როგორ არის, მხოლოდ ერთმა თაობამ უკვე ორჯერ გამოცადა თავის თავზე. საბჭოთა კავშირში გამუდმებით უზარმაზარი პრობლემა იყო სერიოზული დაავადებების წამლები. მათ ციხის რისკის ფასად თუ იშოვიდით სპეკულიანტებთან და ისიც ყველას ვერა. შემდეგ ადამიანებმა იფიქრეს, რომ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ხო ის აშინელებავ, ერთ კლასიკოს რომ დავესესხოთ, ისევ ჩამოკრა უბედურების ზარმა და ამჯერად თავს კორონა დაგვატყდა. და რა მოხდა კორონას დროს? მსოფლიოს მასშტაბით უცებ ყველაფერი შეიცვალა. ტუალეტის ქაღალდიც კი გაქრა, მედიკამენტები მწირი, ექიმების კი ოფისები გადატვირთული ან დახურული იყო. ან კორონას შემდეგაც როგორ გამოიყურება რეალობა, გამართული ჯანდაცვის მქონე ქვეყნებშიც კი საავადმყოფოები გადატვირთულია. ნიშნულოვანი ოპერაციებისთვის თვეებით ლოდინია ხოლმე საჭირო. ექიმებს დრო არ ყოფნით, თითო პაციენტზე ხშირად მხოლოდ 5 წუთია გათვლილი, შემდეგ სხვა პაციენტის რიგია. მედიკამენტები სულ უფრო და უფრო ძვირდება, ზოგი თვეში ათასობით ევრო ღირს და ამას ჯანდაცვის სოციალური სისტემა ლამის ვეღარ უძლებს. ანტიბიოტიკები ხშირად აღარ მუშაობს. გვერდითი მოვლენები ხშირად უფრო გაავადებს, ვიდრე თავდაპირველი დაავადება, რომლისგან თავის დასაღწევადაც ამ მედიკამენტს იღებ. და რას იზამ, თუ კიდევ ერთი ლოკდაუნი გამოცხადდება და ექიმთან ვერ მიხვალ. ან შენი ჯანმრთელობის დაზღვევა სერვისს გაგიუქმებს, ან სახელმწიფო პროგრამა გაუქმდება. მედიკამენტების რაციონირება რომ დაიწყოს, როგორც მაგალითად ვენესუელაში, ასეთ დროს რა გეგმა გაქვს? ენერგოსისტემა რომ წყობრიდან გამოვიდეს და სააფთიაქო კომპიუტერებმა ვეღარ იმუშაოს? გიკვირს ეს რატომ უნდა მოხდეს? როგორ თუ რატომ უთო რომ ჩართო ისიც კი მესამე მსოფლიო ომის ნიშნებზე დაგიწყებს თხრობას, ტელევიზორი კი უკვე მიმდინარე ომზე გიყვება. მესამე მსოფლიო ომის ნიშნების სახეზეა. ან იქნებ უკვე მიმდინარეობს. აბა თავად განსაჯე. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომია უკვე შუა ევროპაში და ჯერ განმუხტვის შესახებ არაფერი გვესმის. ჩინეთი ტაივანს ემუქრება, ამერიკას ჩარევა მოუწევს. ირანი თუ პირადად შენ არ დაგპირდა, რომ აწი კარგად მოიქცევა, მსოფლიოსთვის მას მსგავსი არაფერი უთქვამს და ისევ შეუძლია ბირთვული იარაღის მზადება გააგრძელოს. ამას რა მოყვება, უკვე დავინახეთ. ჩრდილოეთ კორეა სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება. დიახ, მსოფლიო ომშია. და იმისგან დამოუკიდებლად გაინტერესებს თუ არა პოლიტიკა, ასპირინიც რომ დაგჭირდეს, პოლიტიკა იქაც მოგწვდება. აბა ნახე, ომში რა ხდება? ჯარისთვის მედიკამენტებია საჭირო, რომელიც საკმარისი აღარ იქნება და თუ იქნება, შეიძლება მასზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო ფასით ვეღარც შეწვდე.
ომის გამო განსაკუთრებით დღევანდელ ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ეკონომიკის ქვეყნებში მიწოდების ჯაჭვები მოიშლება. ან შეიძლება ვეღარ შემოვიდეს მედიკამენტები ჩინეთიდან ან ინდოეთიდან. ეს ხომ აშკარაა, მედიკამენტების სრული უმეტესობა კი არა, თითქმის ყველა უცხოეთიდან მოდის. იმის და მიხედვით, რომელ ქვეყანაში ხარ, საავადმყოფოები შეიძლება სამხედრო საავადმყოფოებად გადაიქცნენ. აფთიაქები შეიძლება გაიძარცვოს ან დაიხუროს, მედიკამენტების შესანახ მაცივრებს ელექტროენერგია შეუწყდეთ და წამლები უბრალოდ გაფუჭდეს. ოკეი, მოდით ვიყოთ ოპტიმისტები. დაუშვათ, ერთ მშვენიერ დილით მზე ამოვიდა და მთელ პლანეტაზე დასახლებული ადამიანების გონებას ნათელი მოჰფინა. შეწყდა ომები და ყველა უკეთურმა პოლიტიკოსმა გულზე ხელის დადებით დაიფიცა, რომ აწი კარგად მოიქცევა. მაგრამ მოდის მომდევნო მიზეზი, რატომ უნდა იცოდე როგორ უშველო თავს და ოჯახს. ეკონომიკური კრიზისი. კრახი, როდესაც შენ ფულს იმ ქაღალდის ფასიც კი აღარ აქვს, რომელზეც ის არის დაბეჭდილი. უფროს თაობას ახსოვს ეს გამოცდილება, როდესაც ადამიანები მთელი საბჭოთა კავშირის, ანუ ნახევარი კონტინენტის მოსახლეობა პურის საყიდლად ლამის ფულის ტომრით მიდიოდა, რადგან ფული არაფრად ფასობდა, პური კი თითქმის აღარ ცხებოდა. კარგი. მოდი, როგორც კიდევ ერთი კლასიკოსი იტყო და მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი. მაგრამ აწმყო როგორ გამოიყურება. ინფლაცია ჭამს შენს დანაზოგს და უმუშევრობა იზრდება. ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესზე როგორ იმოქმედებს, ზუსტად არავინ იცის. გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება კარგადაც იმოქმედოს, მაგრამ სანამ კარგად იმოქმედებს, ჯერ ცუდად იმოქმედებს. წარმოიდგინე, რომ რომელიმე ამ მიზეზით გამოწვეული ანარქიის და დაუსჯელობის შედეგად ბანკები გატეხილია, შენი ფული გაქრა, პენსიები შემცირდა ან გაუქმდა, ტოტალური უმუშევრობა, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიები გაკოტრდნენ. გგონია ეს წარმოუდგენელია. ეთყობა ძალიან ახალგაზრდა ხარ, აბა მშობლებს ან ბებია ბაბუას დაეკითხე, სულ ცოტა ხნის წინ, 90-იანებში როგორ იყო. იქნებ ვინმე სერიოზულად დაგპირდა, რომ მსგავსი არასოდეს მოხდება. მას ისტორია და მისი ციკლური ხასიათი არ ცოდნია. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ მედიკამენტებს. მაშინ, როდესაც ფული აღარაფერი ღირს და ყველაფერი შეიცვალა უარესობისკენ, თითქოს ჯინაზე, დიდი შანსია, რომ შენი ჯანმრთელობაც ამ ტრენდს მიხვდეს და ავად გახდე. და რა გეგმა გაქვს, თუ აღარ იშოვება წამალი? ან ჯანმრთელობის დაზღვევა აღარ გიხდის? ან უმუშევარი ხარ, თანაცავად? ან მუშაობ, მაგრამ როგორც აგესულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, ხელფასს აღარ გიხდიან. და თუ პენსია ფასების ზრდამ შეგიჭამა და პურის საყიდლადაც აღარ ყოფნის? ამ დროს სამკურნალო მცენარეები ისევ არაფერი ღირს. ჭინჭარი ყველგან იზრდება, 0 ლარი თუ ევრო ღირს და ძვირადღირებული რკინის ტაბლეტებივით მოქმედებს. ბაბუაც ვერაც ხვირწინ გეზრდება და უკეთესია ვიდრე ძვირადღირებული ვიტამინისაბები. გვირილის პოვნაც ყველგან შეგიძლია და ძვირადღირებულ კუჭისაბებს შეგიცვლის. მრავალწარვალ ამის პარკეტზეც ამოვიდეს და ნამდვილი პირველადი დახმარების აფთიაქია და არა მარტო პირველადის. ბალახებს შეუძლია შენი გადარჩენა, თუ ფინანსური სისტემა ჩამოინგრა. მოიცა, ხომ არ გგონია სულ ეს არის? მენიუში შენთვის მომდევნო სცენარი მაქვს. კლიმატის კოლაფსის სცენარი. ბუნება ადამიანის წინააღმდეგი ლაშქრებს. სტიქიური უბედურების შემთხვევაში, გზები გადაკეტილია, მედიკამენტების მიწოდება ვერ ხდება. აფთიაქები განადგურებულია ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და ვერ მუშაობს. საავადმყოფოები გადატვირთულია დაშავებულებით. სასწრაფო დახმარების სამსახურები მომსახურეობაზე არ გადიან. გამოსავალი ერთია სამკურნალო მცენარეები. ისინი გადარჩებიან კატასტროფებს და შენც ისევე გადაგარჩენენ, როგორც შენი წინაპრები გადაურჩნენ ჭირს, ქოლერას და ომებს, მხოლოდ იმით, რაც ბუნებაში იზრდებოდა. ეს მცენარეები ისევ იქ არის, მხოლოდ ცოდნა აღარ გაქვს. ისწავლე, სანამ დროა. რადგან ეს ცოდნაც სამუდამოდ გაქრება, თუ ახლა არ ისწავლი და განიარაღებული დარჩები საფრთხეების წინაშე. მომდევნო სცენარი უშუქობა, როცა არაფერი აღარ მუშაობს. ესეც ხომ გამოცდილი გვაქვს, როდესაც 90-იანებში შუქი კვირაობით არ მოდიოდა. ვინ მოგცა გარანტია, რომ ეს არასოდეს დაბრუნდება? პირიქით, ექსპერტები გვაფრთხილებენ, ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გარდაუვალია. ჰაკერებს, მზის ქარიშხლებს ან ტერორისტულ თავდასხმებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ელექტროქსელის პარალიზება. რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი ინტერესის მხრივ? ელექტროენერგიის გარეშე სალარო თუ არ მუშაობს, აფთიაქები ვერ გაყიდიან. უმაცივროდ მედიკამენტები გაფუჭდება. საავადმყოფოებს მხოლოდ რამდენიმე საათისთვის საჭირო ელექტროენერგია ეკნებათ გადაუდებელი ოპერაციებისთვის და ისიც არ ეყოფათ. ტელეფონები გაითიშება, სასწრაფო დახმარებას შეიძლება ვერც კი დაუკავშირდე. ლიფტები არ იმუშავებს. ასეთ დროს მანდ მაღლა მეათე სართულზე რას იზამ? გამოსავალი აქაც იგივეა, როგორც ზემოთ აღწერილ სხვა შემთხვევებში. სამკურნალო მცენარეებს ელექტროენერგია არ სჭირდებათ. მიმოიხედე და დაინახე, რა შესაძლებლობებს გაძლევს ბუნება.
ისწავლე როგორ უშველო თავს და შენს ოჯახს ბუნებისგან ბოძებული და შენს ხელთ არსებული საშუალებებით. იმედია მაპატიებ თუ შეგაშინე, მაგრამ დამეთანხმები, რომ ეს მოკლედ ჩამონათვალია და ყველა შესაძლო საფრთხე აქ არ არის, თუმცა გონებ საკმარისია, რომ დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვისწავლოთ როგორ ვუშველოთ თავს. სამკურნალო მცენარეები ბუნებრივ, დამოუკიდებელი და უფასო გზაა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და დაავადებების სამკურნალოდ. განსაკუთრებით კი კრიზისულ სიტუაციებში. ეს ცოდნა ასეთ დროს გადატვირთული ან ჩამონგრეული ჯანდაცვის სისტემისგან დამოუკიდებლობას გთავაზობს. თავად განსაჯე, რამხელა უპირატესობები აქვს სამკურნალო მცენარეებს. გამხმარი სახით ისინი წლების განმავლობაში ინარჩუნებენ თვისებებს, ნაყენები კი მაციურის გარეშეც ინახება. მალამოების დამზადება შესაძლებელია ღია ცეცხლზე, ჩაის კიტყეშიც მოხარშავ. მარაგი მსუბუქია სატარებლად და არადეფიციტურია. ბევრი სამკურნალო მცენარე ყველგან ხარობს და უფასოა. კრიზისის დროს სამკურნალო მცენარეების ცოდნა ფასდაუდებელია შენთვის, შენიანებისთვის და ზოგადად ყველასთვის, ვინც კი დახმარებას სჭიროებს, ასეთები კი კრიზისის დროს განსაკუთრებით ბევრია. მოდი ბარემ ისიც ვნახოთ, რომელი კრიზისული სცენარის დროს რომელი მარაგი გჭირდება. საფრთხეები, ფრინველის გრიპი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტროპიკული დაავადებები, ბიოლოგიური იარაღი. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი სცენარია სრული ლოკდაუნი, მედიკამენტების დეფიციტი, გადატვირთული საავადმყოფოები, ავადმყოფი ექიმები, ვაქცინები მხოლოდ წლების შემდეგ. გამოსავალი სამკურნალო მცენარეებით, იმუნიტეტის გამაძლიერებლები, ექინაცია, ძირტკბილა ჯანჯაფილი. ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ორეგანოს ზეთი, პროპოლისი, ნიორი. ესენი ეფექტურია რეზისტენტული მიკრობების წინააღმდეგ. მათი უპირატესობა, გვერდითი ეფექტები არ ახლავს, ყველგან ხელმისაწვდომია, ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებული არ ახარ. მოდით საზოგადოების კოლაფსის სცენარის დროს ვნახოთ რა ხდება. მაგალითად ომის, კლიმატისა და ეკონომიკური ლტოლვილები გადატვირთავს ჯანდაცვის სისტემას. მოსალოდნელია მედიკამენტების დეფიციტი, ახალი დაავადებები, ძალადობა, სოციალური არეულობა. გამოსავალი აქაც სამკურნალო მცენარეებია. ისინი ადვილად ხელმისაწვდომია, თუნდაც გაქცევა მოგიწიოს, ადვილია თანსატარებლადაც. მაგალითად მრავალწარღვა ჭრილობებისთვის, გვირილა ანთების საწინააღმდეგოდ. მცენარეების ცოდნა დამოუკიდებელს და შეუცვლელს გაგხდის. სურსათის კრიზისის სცენარის დროს საფრთხეებია გვალვა, ომები, გაფიცვები და საწვავის რაციონირება. ეს სუპერმარკეტებს სამ დღეში დააცარიელებს. მოსალოდნელია, ვიტამინების ნაკლებობა, დასუსტებული იმუნური სისტემა, ჭრილობების ცუდი შეხორცება. ამ დროსაც მცენარეები გადაგარჩენს. საკვები ველური მცენარეები, ჭინჭარი, მეტი C ვიტამინი აქვს ვიდრე ლიმონს, ბაბუაწვერა, ვიტამინები და მინერალების საბადოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირგვლივ საჭმელი არ არის, მარიამსხალა, ისპანახის შემცვლელია და ბევრი სხვა მცენარე, რომლებიც ამ დროს შენ და შენს ოჯახს გადაგარჩენენ. ველური მცენარეებით მთელი ცხოვრებაც კი შეგიძლია გასტანო. კიბერომის სცენარის დროს ჰაკერული თავდასხმები გააჩერებს საავადმყოფოებს, აფთიაქებსა და სასწრაფო დახმარებას. ასეთ დროს ელექტრონული რეცეპტები, ბარათები და დიაგნოსტიკური მოწყობილობები არ იმუშავებს. გამოსავალი აქაც სამკურნალო მცენარეებია, ისინი არ საჭიროებს ტექნოლოგიას ან პაროლებს. მათი მოპოვება და გამოყენება მარტივია. თავარია იცოდე რა გჭირდება. ინფლაციისა და ჰიპერინფლაციის სცენარის დროს მედიკამენტები და ექიმთან ვიზიტი წარმოუდგენლად ძვირდება. მაგალითად ვენესუელაში 2019 წელს მედიკამენტები 1000 ჯერ გაძვირდა. ამ დროს ჯანდაცვის სისტემა გაკოტრდება, ჯანმრთელობის მომსახურება მხოლოდ მდიდრებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. სამკურნალო მცენარეები კი ისინი უფასოდ იზრდება, მხოლოდ წყალი და მზე ჭირდება. თესლებში 50 ლარის ინვესტიციაც კი ათასობით ლარის ღირებულების მედიკამენტებს შეგიცვლის. შესაძლო ბირთვული ომის დროს საფრთხეებია რადიაციული დაავადებები, დაბინძურებული მედიკამენტები, განადგურებული საავადმყოფოები. ექიმების ტოტალური ნაკლებობა. ბევრი დაიხოცება, ბევრიც კი გაიქცევა, ყველგან ქაოსი დაისადგურებს. დიდი ალბათობით შენს გაქცევა მოგიწევს და ველური მცენარეები ჰაერივით დაგჭირდება, რადიაციისგან დასაცავად, შენი, ალოევერა, ბაბუაწვერა, ჭინჭარი, ზღვის მცენარეები. ისინი რადიაციული დაავადებების დროს და დეტოქსიკაციისთვის დაგეხმარება. ისტორიული მაგალითი ამის არსებობს, ჰიროშიმასა და ნაგასაკის გადარჩენილებმა სამკურნალო მცენარეებით უშველეს თავს. გინდა კიდევ გავაგრძელოთ? კარგი, ვნახოთ რა მოხდება სოციალური საკრედიტო და საბანკო სისტემის ასეთი ცვლილება რომ მოხდეს, ხელოვნური ინტელექტის მიერ ზედამხედველობა, ჯანდაცვა მხოლოდ სისტემის ერთგული მოქალაქეებისთვის. ციფრული ფული, ჯანმრთელობის პასპორტი და ქცევის შეფასება ზღუდავს თავისუფლებას. გამოსავალი აქაც სამკურნალო მცენარეები იქნება, რადგან მცენარეების შეგროვება ზედამხედველობის გარეშე შეგიძლია, ამას რეგისტრაცია არ ჭირდება. სამკურნალო მცენარეები თავისუფლებას და სისტემისგან დამოუკიდებლობას გთავაზობს. ხელოვნური ინტელექტის გაბატონება განვიხილოთ თუ აღარ გვინდა?
ვისაც უნდა იმათთვის. მოსალოდნელი საფრთხეები ხდება, ხელოვნური ინტელექტის დიაგნოზები და მედიკამენტების დანიშვნა შეცდომებისადმი მიდრეკილი შეიძლება იყოს, თანაც ჰაკერული თავდასხმები ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე ქაოსს გამოიწვევს. სამკურნალო მცენარეები კი ის უძველესი გამოსავალია, რომელსაც პროგრამული განახლებება არ ჭირდება და კომპიუტერის გარეშე მუშაობს. არ გჭირდება ჭკვიანი ბარათი, ჰაკერი კი ბალახებს ვერაფერს დააკლებს. საჭირო მცენარის საპოვნელად ტყეში პაროლი არ არის საჭირო, უბრალოდ აირჩიე და გამოიყენე. არ ვიცი ეს ყველაფერი რამდენად მოსალოდნელია და მე პირადად იმური სხვა ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ ელიტებს მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ისე როგორც არასდროს აქამდე, კაცობრიობას ძალიან ბევრი გამოწვევა დაუგროვდა და არავინ იცის, რამდენი ხანი იქნება ყველაფერი ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც ეს აქამდე იყო. სირიელ ჯერ კიდე ცოცხალ თაობას გკითხეთ, რომლებიც ახალგაზრდობაში აყვავებულ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ და ეხლა არათუ სახელმწიფო მათ ტერიტორიაზე ლამის მთელი შენობაც კი აღარ დგას. შეიძინე ცოდნა ეხლა, სანამ დრო გაქვს. სამკურნალო მცენარეები ყველგან იზრდება, შენს ბაღში, გზის პირას, ტყეში, აივანზე, ბინაშიც კი შეგიძლია ქოთანში მოამრავლო. ამ ცოდნას ვერავინ წაგართმევს, ომშიც კი. და ბოლოს. იმედია, არასოდეს არც ერთი აღწერილ სცენართაგანი რეალობაში არ მოხდება, მაგრამ განაუამისოდაც, იქ სადაც ეს შეიძლება ბუნებრივი არ უნდა ვარჩიოთ ინდუსტრიულს. კარგად ბრძანდებოდეთ.